ვაკეთებ პოდკასტებს რეპერების წრეში თო კაფე იღუარის და იქნება ცვეთში საჭუქებს მე დაგირიგებ და რა გინდა სენთა კარგი ბიჭია ყოფილა და რა გინდა ჩემგან ყველა სიკეთეს მე ვთესავ ოღონდ ქვაზე არ დავდებ და მაგვას ასდავთესავ ბაგავს ჩემი რაგა ვითომ ჰაგა ვითომ ჰაგავ არ დავიდა მე რაგამ ცუდი ტრაკი მე მაგ პადას მოვიდა გამედა ჩახედა სამადა სახეზე ვისეკვე სამბაგალამბა და ბიჭები მოდიან და არა დაიზე და მახას დაბადებული ხალხები მადას მიყვები მადაში ჩემი ცხოვრება მასალა ცხოვრებას ხვები ხასივა უძია პრინცესა ხდები აი მიყურებენ ზივარ თავზე ვერ გამაჩერებს სამსეტაპზე მიყურები წინ თორე ჯუჯემ ხარზე ზებიჭები თამაშობენ ამერკავზე კიჟები გამომყავს სიგიჟი და მაგრამ მე ისევ ისეთი გიჟი რო რჩები მიყვარს მე ყველა ვინც გამიყინა და ვინც გამოცან ბოლნივით გარბიან წლები უყურებ ჩემთავ და მეშინია როცა ხამია წინიწი ჩემთან გამჩები და დათურმი არავინ განიცი და იმეს რაზეც განიცი და მე მირითმები რატომ მე ჩურჩულებიო მე ვუთხარით შეხარ ბიჭო კატამიდა ნუ აწვევი გოჯურს მე ვარ ბიჭო ბენზინიო ხოდა მე კიც თითქოს ვიყო ჰამილტონი დიერეცი აღარ მატარდებ და მე ვხსნი შეთუ ჭიჭე იშვილი ხარ მე ვარ ბიჭო მესხი ჩემზე უკეთესი რატომ მიყურებ ასე I'm thinking შურის თვალები სავსე I'm thinking რატომ მიყურებ ასე I'm thinking მოდე ძალა მომემატება გრიბა სინძალა საგვიანდება გრიბა სინძალა მაგვიანდება მაგზონიან ხელა ვარ გორიანდება გოლია სტრეფ გონი მასტე საფარელი მასტი სკროლაინებს ევტეიდიმები მაგამით მოვიტარმეც მოიმატებს ეს მოიმატებს ვიდები გადიქცები არ გავიცება ძიდები რო თაგად გაიციდები რო ბაბაზო ბიციების უცხულა იზიდები რიგო გოთავი ცუდები გოლი ნამბავი ჩიტები და მადრას გადახტი თორ შოლოდი ხავს და მიხტის და ვერაჩერებს თავს და სპისტის განა მანებს თავს ხო ეს და პირხის განა მადრებს თავს fucking get it singing წავიდა ისედაც დავმივაგით ძმებო თო კაფე დაბრუნდა თო კაფე აქ არის წვები ბიგესას ცუდად ჩაესმა ზოგ-ზოგერთებისგან ამოდის მოდები სად არის აბა თელი ამბავი ისეთი ხალხი გვესწრება მე შემოვლენ აქეთაც ნელა კილო მარჯვენა არა უშავს ფეხებითაც შეგვიძლია ტაშის დავკა რო ვისაც როგორ შევძლეთ თან რითაც შეგვიძლია ყველა რითაც შევძლეთ ავუკრა პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ მეგობრებო რომ ვიმყოფებით არის ასეთი ლამაზი კარგი გემრიელი გადაკარი ბარი ჩვენი მასმიძელი დაბლისმეტი გვექოთ სოფიკო ჭიაურეს ბაღი არის ესე ლესეიზეზე ჩამოდიხართ კოტი აფხაზის 40 ნომერი არის და ჩვენ ენაზე ჯეოსელის ვარ 42 არ არის ზოგმა 40 ზოგი 42 მაგრამ აქ რომ მოვლენ ჩოგოც გაუხარდეთ ზოგი 40 ზოგი 40 მაგრამ 43 ინსტაგრამი ამონაცდება და ნახავ თუ ეჭვილი ესე იგი ჩემი სტუმრები არიან ჩემთან ხელმარცხნივ MC გაბუ მაიტა მოვარხი ამეს მოვიდა მომარტე ჩემი და რა თქმა უნდა MC ხამსა MC არა მაგრამ ხო უემსო უეჭველი ხო DL Shop ჩვენი ძმა კომპანია უნდა ვახსენო რომელიც თამაშის 14 ნომერში არის ახალი ფილიალი ასევე გდანში არის და კაპები გამომატანთ თქვენთან რო არის ჩუბო თქვენ გაიჩეთ მეგო ვის რომელიც გაგიწოდება აი მედია არა გაბუჩი ისაა აი და დიჩის ნავი ხმა შემოვიდა მეგობრებო მე მოგწ ეს გინდა მე ჩემი ვალი მოვიხადე ამ კაც გადავეცდე ხა ეს ვისაჭუკებს როგორ მეცადეთ შემკდა აქ გამოიწვევთ ავაიქეთ სადაც იყო გაბაკი ზაგის ღიბაკი გაკეთე შემოხედე იმენ მე აი ესენი არ მომწონს ხომ თო კაფეს ასაუბრეს ეს უნდა მეკიდოს რო დავაბრუნოთ აბა გაუმარჯო ჩვენ შეგრებას მეგობრებო იქ იტაკეთ მე მიყვარს ეს რაღაცები გაუმარჯოს წყურო და ძმა მოდი მოდი აუ ეს პებრები აჩანებია 39-ისა ვარ ძმა პებრები ეძახედა მოკლედ ავა დაიწყე დის ყვავდია შევწყოთ ნელ-ნელა ესე იგი 12 ივლისს მაიკ დროპი იწყება ძალიან მაგარი სეზონი კარგი პროექტი იწყება დიჩი $3000 ჩამირიცხა უკვე რა ესე ვარეკლამო და მოვიყვანოთ ბიჭები აი პოდკასტზე აუ ეს ზოგადად ერთმანეთის ოპონენტები არიან ეს კაი ხალხი და აი როგორ არის ახლა რომ მაგითხვით ვიწყებ ხოლმე რომ თან ზბაკაცობაა თან ოპონენტის თემაა თან ამბავია როგორ ჯდება ერთმანეთს აუ ჩავრები მაინც როგორ არ გიჭირთ ძმებო
დავიწყო. მიდი. Короче, როგორი თემა იცი? აქამდე ვაფშე არ მეგონა ეგ მართლა თუ იყო რაღაც მეგონა რომ იქამდე კაიხნის მაკაცები იყვნენ ან რაღაც ეგეთი, მაგრამ არ ყოფილა რა მასე რა, მაგრამ რა გაიცარით? არა, ხო, რა ზოგადად რა, ანუ მეგონა რომ ყველა წინასწარ კაიხნით ადრე იცოდა ვინ ხდება და შემდეგ რა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა მე მივაკ გავიცანი, რა ეხლა რო გითხრათ რომ ძმაკაცო და რაღაც არა, მაგრამ რავი რა, მეგობრობთ, კაი ურთიერთობა გვაქვს. ძმაკაცი არა ის ეგ პოტი. არა, ეგ არა, მაგრამ ეხლა მეგობრობთ, კაი ურთიერთობა აქვს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძმაკაცობაში გადაიზრდება რა, გააჩნია ბეთლზე ასწორეთ. მივათ მაგამდე, ცოტას დალევი. ბიჭო, არა მე ხელოვნური ისინი არ მევასება რა, მაინც გაითვალისწინეთ რა, ვიღაცა. ეხლა შენ რა მითხარი, გაბურო ქვია. ხო. გაბუ გევასება თუ გაბურატო? მაქცევაში ბეთლი გევასება თუ ბოთლი უფრო გევასება. არა, გაბუ მაინც ხო? არა, მე გაბუნია ვარ და მაგიტო, არანაირი გაბუ, არანაირი გაბუ, არანაირი ეგეთი არა. გაბუნია ვარ და ამიშოუს სამყონის ნახა. ის არის ჩემი. ის არის ჩემი. ეს ამოიჭრება აი. ის არის ჩემი. შენ საიდან დაიქო შენი ნიკნეიმი მაინც რო ესე ჩემს? მამა ჩემა და დაბადებიდან. ეს ბაბუა ჩემს ეს. სიტყვა ძვირი კაცია და შენ რაღაცები კნახლე მაკეთორე. ეს კაცი გახსნილად საუბრობს ჩვეულებრივად. მე რატო არ მაგას? მაგავაკი, თორე აი ვიცი მაგიტაზე. ჯერ. კაი, მომზადების პროცესი როგორ მიდის, ანუ? მომზადების პროცესი, რავი, ჩემთვისაც როგორც ის დამთავრდა, კაი ხანია. იმიტომ რომ როგორც კი ბითები მოგცეს, მე რავი, მე მგონი უკვე კვირაში თითქმის მზად მქონდა რაუნდები. შესაბამისად, რავი რა, ყოველ შემთხვევაში მე წერთ, ხო? თუ როგორ არის? როგორ? ჯერ ბითი და ხო, რა თქმა უნდა. რა, ყოველ შემთხვევაში ის მამშვიდებს და მაძლევს იმის мотиваციას, რომ მეც და ჩემი ოპონენტიც ძალიან მზად არის რა. და ეგ კაი ფაქტორი არის და უფრო საინტერესოს ხდის. მოიცა შეიძლება რომ შენ ოპონენტი მზად არის. გითხრა წინასწარ როგორ რაუნდი? რაუნდები არა ვიცი, პროსტა რა შემართებიაც არის და ის თვითონ მზად არის რა. ტექსტი არ დაავიწყოს ფავორი. ბაზარია. ჩვენთან ეგ მინუსი მეგონი არ იქნება. უეჭველი ვიცი რა. და ვაფშე კაი სეზონი იქნება ეგ. ხალხი აი უეჭველი პირდებით და რავი, აი მე რაც მოვისმინე მანამდე და რაც ის ძალიან ტოპ ხალხი ხართ და წარმატებები ყველა. მადლობა. რომელიღაცა გავაკეთე რა. მნიშვნელობა ჩემთვის ვაფშე არა. აი ეს რა იცის ის ექნება. ვაი და ორივე მოიგოს მე სამ. ხო რა, ანუ ეგრეა. თავიდან უნდა გააცნობიერო რომ უკვე რომ გახარ მოგებული ხარ. ჩემთვის ეგრეა. არის ხო. ბოლიანი ბორბალიკი არა. კარგი რა არის მოკლედ ჩემ პოდკასტში მეგობრებო 100-ია თუ ისე მაინც რეპერები ხდებიან ხოლმე და რაღაცა ტრამპლინიც არის ხოლმე და ასე შემდეგ, მაგრამ კაი ხნის წინ ცოდვა გამხელი ჯობია. რა მეთქი ეს? ტრამპლინია. ტრამპლინი ზოგისთვის ანუ ის რომ წინსვლის და გაწყობის მეტად ხალხის და რაღაცა, რა ვიცი, არა ეგრე რა ვიცი. რა ვიცი რა ტრამპლინზე გაეცვა. ტრამპლინი სიტყვა შეიძლება არის მნიშვნელობა. რა, მაგას მე მომყვევი რა. როგორ აი სასახტომირო, ხო? ხო, თუ ცუდად გაიგეთ, მოцудად არ მithოს. ტრამპლინი ვფიქრით რომ წინსვლისთვის რა, რომ მეტად გაიცნოს ხალხმა. короче, ჩემი და ჯიუნას ფიტი რო დაიდო YouTube-ზე. ბიჭო, ხო, რა იყო ძმა. ჩემი და ჯიუნას ფიტი რო დაიდო, მაშინ კაკრას მე მგონი პელე, ნიკი და ჯიუნა იყვნენ კაკრას შენთან, ხო, გადაცემაში, როგორც მახსოვს ახალი დადებული იყო. ხო, და კაკრას მაშინ ეგ გადაცემა რო ნახე, ჯიუნას მიწერო, მეთქი ხო არ მივიდეთ, მეთქი კიდე მეოეზე და მოგწერეთ მაშინ რომ მეთქი გავიჩიდებით მე და ჯიუნა და მე რა გიპასუხე მაგის როც მოვა. შენ მიპასუხე რომ ეს რუბრიკაო ცოტა ხანი ჩაიხურავ, მაგრამ მართლა ეგრე იყო, რაღაც რამდენიმე გადაცემა, დიჩიც მოხდა სხვადასხვა გადაცემაში, რამდენიმე გადაცემა გავაკეთეთ და როგორც ყოველთვის რო იხურება ხოლმე ტელევიზიაში გადაცემები, ესე ხდება ხოლმე, მაგრამ ეს თოკაფის პოდკასტი მაინც გრძელდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არ არის სპონსორი, მაგრამ რა ვქნათ ახლა. გვიყვარს ეს საქმე, ვაკეთებთ ემსახურებით და რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა. გავაკეთოთ. აგე კაცმა PvP საზმო ჯერ კიდე როდის შექმნა და კინერიოს უშლია, მაგრამ დღემდე მაინც ხო. აქცევდია მუსიკას დავადე. უეჭველი. კაი, ამ ბეთლამდე ზოგადად რა საგამოია როგორ მოხვედი ამ თემამდე, რომ ჩვენს მაგურებასაც ვთქვა რა. და ის ვიცით, რომ ამ ბეთლამდე როგორ მივედი. ის ვიცით, რომ პელესთან და ჯიუნასთან იყავი მუსული, მაგრამ ზოგი იმ პოდკასტს ნახავს, ზოგი ამ პოდკასტს ნახავს. ეს დანახი, მაგრამ არა, პელე და ჯიუნას პოდკასტამდე სანამ მივიდოდი, მაგალითად ძალიან დიდი ის იყო. არა, იქაც შეიძლება იბაზრე ეგ, მაგრამ არა, იქ სხვადასხვა ისე არ მithქვავს. ეგეთი კითხვა არ იყო რა. ძალიან მიახლოებული იყო, მაგრამ
მე რომ გადავწყვიტე რომ მოკლედ ეს ანუ რეპი მეცადა თუ დამეწყო თუ რაც ქვია ტექსტის წერა რო დავიწყე და ასე შემდეგ მაშინ ზოგადად არ ვიცნობდი ამ სფეროში არავის და ჩემი წერდი და მარტო სამეგობროში და ეგეთ სიტუაციებში ბაზრობდი რა ხო მე მოხდა ისე რომ ანუ ძალიან შემთხვევით შეიძლება ბუდიში დავამიუტოთ შეიძლება ტელეფონი მე მოხდა ისე რომ ძალიან შემთხვევით ანუ გავიცანი ჯუნა და მე ჯუნა დავაკავშირა იმ ხალხთანაც ანუ დავაკავშირა ისეთ ხალხთან ვინც მე ანუ უფრო დამხვეწა ამ სფეროში მასწავლა თუნდაც მიკროფონთან მუშაობა თუნდაც სტუდიაში მუშაობა როგორ იყო ასე შემდეგ მე უკვე ძიჩიც გავიცანი და შესაბამისად გადავწყვიტე რომ ბეთლიც მეცადა რა იმიტომ რომ რაღაცნაირად სულ მიმიწევდა გული მაკეტკენ რა პროსტა თითქოს მზად არ ვიყავი იქავენ და რა ეხლა შეიძლება მზად ვარ წეს მე როგორ მოვედი ხო რა რატომაც არა გზა ბეთლამდე რა თქმა უნდა ხო რა ვიცი რა ჩაო დავიწყე კაროჩე ეს ბავშვობიდან მაგალითად მიყვარდა რა ის სფერო ბავშვობიდან რაღაცებს წერდი ხო ჩემ კონჩი ეს სერიოზულად დავიწყე რავი ალბათ 1-3-4 წლის წინ რა ჩემ კონჩი მე ვხვდები რომ კარგად გამომდიოდა ანუ აკაპელა გინდოდა თუ ბითი გინდოდა არა აკაპელა არ მინდოდა რო შანსი რომ მომეცა აკაპელაზე გავედი მაგრამ აკაპელა არ არის ჩემი სტილი რა ვიცე ბევრად უფრო კარგად მივხვდები არა აკაპელაზეც არ იყავი ცუდი მაგას არ ვიძახ მაგრამ ანუ ჩემთვის სუპერად უფრო ბაზარია ბაზარი ვიდრე ხალი ავაზი ბაზარი არა მე რავი პირველი ბეთლი იყო ამატერასუსთან ცოტა დაგვეგრუზა ჩვენი ძმა მე იყო ადოსთან სადაც მე დავიგრუზე იმიტომ რომ ჩავიჯვი და ხო ეხლა ჯერჯერობით მე ჩადვის მიზეზი რა იყო ხოლმე ანუ მოუმზადებლობა არა მოუმზადებლობა თუ აი რა მოუმზადებლობა იყო და უფრო მეტად იმიტომ რომ რაღაც ისეთი პერიოდი იყო ტაქსკური ვახმებოდა ბიჭებთან ხო მაგრამ მომზადება გამოანათა ჩემი არა მართლა ანუ ისე პერიოდი ცუდ მომენტში დაემთხვა ხო რა ბევრი რაღაც ცუდად დაემთხვა ერთმანეთს და ვერ მომემზადე როგორც უნდა მომზადებული იყავი და ეხლა როგორ ეხლა ძალიან კარგად ოპონენტს დაამარცხე კი აუცილებლად 200 გამუშერა სიტყვი მე რას ვიტყვი რა უნდა თქვას ესეც დამამარცხებს მეც დავამარცხებ ესეც მომარცხებს ასე ვფიქრობ ჯერჯერობით კაი სუსტი ერთმანეთის სუსტი მხარეები დამოღებული გაქვთ და უშუალოდ სად ჩააჭიროთ სად ვის ეგ მის მაინტერესებს დავაი მაგალითად მე შენს არ უნდა ჩაგაჭირო ბიჭო ის გაქ რა ქვია ის გაქო გასაგებია ცოტ თქვას გისო არა ხოდა რა კი არ ვიძახ მე სხვა რა შეიძლება ყველაფერი ათქვა სხვა რაღაც ანუ სად ფიქრობ რომ აი რა რითმ მიგებ რა ხო აი ფლოუ რომ მიგებ რითმ ბიჭო არ მე ვაფშე ყველაფერი ვიგებ პროგრამი მაგრამ ანუ ესე კონკრეტულად არ ვიტყვი სიტყვაზე რა მაქვს იქ ნახსენებიან ასე შემდეგ მაგას ვერ იტყვი ანუ ზოგადად შენი ძლიერი მხარე რა არის მეთქი ან თქვა და დაასპრები ჩემი ძლიერი მხარე ვაფშე ორივე არის ფანცის და ფლოუც მაგრამ ზოგადად ჩემი აზრით ეხა როგორც მაქვს ეს რაუნდები და დაწყობილი ეგ სქემა ძალიან იმოქმედებს რა მოგებაზე ჩემი აზრით ძალიან კაი ეხლა რა მაინტერესებს იცი აი ყოველთვის არის ხოლმე ეგ რომ თან ძმაკაცობა რო არის და თან ეს თემა რო მაინც ყველაფერს ვერ ეთქვი და ვერ ეუნებიან და ამ ბოლო დროს რაც მომწონს ასე თუ ისე ბეთლებში ცოტა ბილციტყობა იკლებს შეძლებს და გვარად რა ხო და თქვენ მაგამ ბავშვი როგორ ხართ მაგალითად ეხლა გასაგებია რომ გინება და რაღაც არ იქნება ერთმანეთს მაგრამ მაინც რა დონეზე მოქმედებს ეგ მაგალითად რომ შეგიძლია დაუშვათ გადაუვარო რა ისე რომ თავარია მოვიგო რა ხო ხდები აი მაგ კუთხით როგორ ხართ აუ ჩემი აზრით ბეთლში ტიპს თუ რაღაცას ეგრე შეურაცხყოფას აყენებ ისე უნდა მიაყენო რომ გაღიზიანდეს ანუ ისე უნდა დაუძახო ყლე რომ გაღიზიანდეს მithეს რომ მართლა ყლე არის ხო და მაგას ვამბობ ჩვენში ეგპონტი არის ანუ რომ ერთმანეთს გაწიოთ ბოლომდე თუ ნუ ძმაკაცობაა და კაი არა ის არ არის ვაუ ამის გამო ეხა ანუ ჩვენ საერთოდ ის საუბარი არ ყოფილა რომ ეს არ მითხრა და ეს არ მითხრა არ ყოფილა ან ზოგადად რა თქმა უნდა ზოგადი წითელი ხაზები ყველამ ვიცით, მაგრამ ისეთი დარწმუნებული ვარ, არც მე არ ვარ ეგეთ წითელ ხაზებს შეხებოდი და არც ეს რა. ხო და დავშე ხა ის საუბარი როგორც ვიცი რომ ვიღაცებში მიდის და ყოფილა რომ ეს არ მითხრა და ის არ მითხრა, ეგრე არ არის, იმიტომ რომ აი ბეთლზე თუ გამოდიხარ და ეს არ მითხრა მაგას იძახია ეგრეა რა. მაშინ არ გამოხვიდე რა. ხო და. ვარ და ხელის დაწმოდე მივიდეს და ეს ადმეთი. აუ ხელის დაწმოდე მივიდა წითელი ხაზი გონებაში ხო უნდა იცოდე. ხო, ანუ ეხა რა თქმა უნდა. ხტი ანუ სულ რომ მართლა ეგეთ წითელი ხაზი იყოს, მაგას კიდე გაარკვევს სხვაგან პროექტში თუ მიდიხარ, ეგ არ უნდა იბაზრო რა. არც შესაბამისი
ან ცუდიან ისეთი რეაქცია სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხია რომელსაც უნდა გაუძლო და ეგ რა თქმა უნდა უეჭველი გადავახო რა ბევრს არ შეუძლია მადგომა და მაგით აუძლია ხოლმე სულ რომ დაიწყებენ ხოლმე რომ აი ეს ისე არისო ეს არისო თქვენ გეყოთ იმიშნო და დაბექით და მე ნახეთ რავი ძალიან ძნელია ხო არა ყოფილიყავი ხო არა მე ყოფილიყავი არ არის ვერც იქნებიან ეგეთი ხალხი მაგრამ მათ როგორ რაღაცაა ვიცი წეგან მირონ სწორი თქვა რა ყველაფრის სეთავს გააჩნია როგორ მიგაქ რა ტიპამდეც და მაყურებლამდეც აი მართლა ეხა ტიპ შეიძლება ეს რადგე და ყლეს დაუძახო მაგრამ შეგიძლია მაგას იმხელა სეთაპი მოაყო და იმხელა ისე ორიგინალურად უაუხსნა რატო ეძახო ხო არა არც აუხსნა კაკრას ამ შენ არ უნდა აუხსნა იმას მაგას რატო ეძახი იმედია მიხვდა საიდან გამომდინარე როგორ ეძახი და როგორ მიგაქ ეგ მაგას აქ მუღამი მანდ რა თორე ესე გამავლელის გარეკავს მაშინ დაგიზახო ხო ბაზარი არა ხო რა მე გააჩემი აზრით რა ანუ ისე ზოგადად ეთანხმები მაგას რომ ვინც იტყობა რაც ნაკლებია უკეთესი მოსასმენია თუ ბეთლია რა ისე მე ვფიქრობ უკეთესი მოსასმენია იცი როგორ არის ბილდს ანუ ბილდს იტყობასაც გააჩნია რა მე ეხა არ დავასახელე ყავს ერთი MC ვიზეც მე და დოკმა დავთვალეთ რამდენჯერ გიძახის ბეთლში ყლეს რა ხო და არა ფლოუში რა ხო და ანუ პროსტა ძალიან ბევრჯერ მოხდა ყურში და დავთვალეთ რა პროსტა რა რამდენჯერაც იწა გარგია რამდენჯერაც იძახის რა და ანუ მეჯერ მოხდებოდა ხო და თემა ის არის რომ გააჩნია რა ანუ ბიტზე ვაკაპელაზე მაინც ეს უეჭველი უნდა შეიგინო ეგეც არ არის მაგრამ თან უეჭველი უნდა შეიგინო რა ხო ანუ არ ხდება სტილობიჰაინდ მაგრამ ძალიან გადაჭრაც ხანდახანის არის რა უკვე ყურს ჭრის რა აკაპელას უხდება ჩემი აზრით ბიცაც მაგრამ ნორმალურად ჩემი აზრით აკაპელაში უფრო ჩანს ეგეთი რაღაცები აკაპელაში უფრო ჩანს ბიტი არ არის და ანუ აკაპელაში მთლიანად ტექსტს უყურებ რა მაგრამ აკაპელაში უფრო მოზგი უნდა იყო რომ მაგის ეტაპი გააკეთო ვიდრე ბიტზე აი თემა ეგრეა ხო ბიტზე ჩასვაო რა რამე კაი PvP-ს ფინალზე მე ჩამესვია ბიტს ეგ ინტერესოა როგორ ფინალზე ანუ რას ვიტყვი მომწონა თუ ვინ ხო არა ზოგადად მე მოსატონი უნდა აი ჟიურიში რო ყოფილიყავით როგორ შეაფასებთ კაუჩ მე რო ადგილზე ვიყავი რატომღაც კი რატომღაც ძალიან ბევრს გვეგონა რომ მოსკაკამი წაიღეს რა მაგრამ მე როცა დაიდო ნახე რამ პირველი მოკლეს გაუნდათ ვარ ჩავშალო რა ნუ ახანოვანი მოიგეს ჩემი პირადი მოსაზრებით რა განა იმიტომ რაღაც მიკერძოებული არა მართლა მასე ვფიქრო და მე მგონი მარტო მე არ ვფიქრობ მაგას მაგრამ ყოველ შემთხვევაში რავი მე მგონი ჩემი აზრით ეგეთი ბეთლი არა ყოფილა ჩემთვის უფრო კაი ბეთლის ფოლკლორის იმაში რა ქვია მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ბეთლი იყო რა მე რა ერთ-ერთი საუკეთესო ნუ ეთანხმები ანუ იქ ზუსტად ეგრეა იქ კამინოსკა მეორე მესამე რაუნდი მეგონა მეორე მესამე კი არა პირველი და მესამე პირველი ხო უეჭველი მე პირველი და მესამე მეგონა კამინოსკასი მაგრამ იქ YouTube-ზე რო ნახე ბიჭო მესამე ცოტა ისეთი პონტი იყო იქ ვიყავი მე აქეთ მხარეს ვიყავი ახას მხარეს და იქ რა მომღავემდი მართლა დაინგრა ეთაურება მესამე რაუნდზე რა ბაუნს ისეთი იყო ბიტი იყო ისეთი ბიტია ეგა ბიტიც ხო და ანუ ამაზე უფრო ბევრად მეტი ხალხი ანუ ფაქტიც არის რომ მან ცოტა ის დამოკიდებულება ხო არ არის რომ აი ხელშეუხებლები არიან აი რა თქმა უნდა არის როგორ უნდა მოუგოს ვიღაც ეგ უნდა იყოს ეგეც არა უნდა იყოს გასაგებია მაგრამ აი ეგ პონტი ხო არა ხალხისგან რომ აი როგორ თუ როგორ რაღაც ნაწილში შეიძლება მაგრამ უმეტესად სწორია მოიგეს ეგ მეც იმტახანებანი კი იცი როგორ არის გააჩნია რა რამდენი აქვს გაკეთებული კაი ძალიან ისეთ ფორმაში შეხვდნენ ტახალბანის რომ ანუ მართლა ახლოს იყვნენ მაგრამ ვერ მოიგეს გაათანაბარი ბეთლი იყო ჩემი აზრით მაგრამ იცი რა უნდა მეთქვა ეხლა ჩვენი ინტერვიუები რო დაიდო რა დიჩის აქ ერთი ესე შეკითხვა რომ ანუ მენტალობა გირჩევნია რა ანუ მენტალობა უფრო თავარია თუ სკილი ბეთლში რა კი ბატონო და ტახას და ბანის ეს მენტალურად ანუ აურა რასაც ქვია რა ხო ისე აქვს ხალხში და მასაში გამომუშავებული რომ მაგას გამოყენება და შენარჩუნება უნდა და ძალიან რთული არის ეგ და მაგითიც ჯობდნენ ჩემი აზრით რა რომ შეიძლება პირველი რაუნდი და რაღაც ესე რომ ჩავშალოთ რაუნდები ვინ რა წაიღო ეგ სხვა თემაა მაგრამ ანუ ხალხის თვალში ეგ რო ესენი
ბოუთები არიან და ხელშეუხებელნი, მაგის ამდენი ხანი შენარჩუნება ძალიან რთულია, რავი, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. თან ძნელია ტახას ისეთი რაღაცა ლაინი გაუძრო და ისეთი ტახასთვის იყო პირველი წაგება, ხო? ხო რომ ხვაზე ხარ, ტახას ახლა ვერ ეთქვი რომ აი ისეთ რაღაცას ვერ ეთქვი, ვისაც ხვაზე ხარ, ანუ თუნდაც იმა რომ გაუძრო რა. ახლა რომ გაუძრო ბიჭებს რომ ჩემთან წაგებაო, ხო ანუ მართლა ეგრე იყო. ბიჭო ეგრეა, ხო ბიჭებსაც არ ეწყინებათ, მაგრამ ცოტში ეგრეა. ხო, ტახას ხელეუბნები მოყანის ფინალი სადაც შენ იდგებიო ცოტა ის. ხო, აი ხო, რა ეგრეა რა. არა ტახურია. არა ტახურია, კაი. ახალი ფაზა გაიგო. და ბანი მომეწონა ძალიან სხვათა შორის. მოსკაც კაი იყო და კამის რა თქმა უნდა, მაგრამ აი ბანი მაგრამ ცუდი არა. ფინალში 4-ვე ძალიან კაი. 4-ვე ჩემი აზრით ხალხმა უფრო მოიგო ვიდრე ვიღაცა, მაგრამ ეგ ხო ეს ეხდება ხო 4-ვე ეგ რო სეზონով ყოფილიყო ბევრად კარგი იქნება. ხო წნეხის გარეშე და მე ვფიქრობ ახურულ სივრცეში რატო ვიძახი, იცი? რატო ვიძახი, იცი? ის არ იქნებოდა რა, ეს წააგე მოიგე და რაღაცა რა. ახურულ სივრცეში მგონია უფრო კაი იქნებოდა. არანაირად. ბევრად წნეხის დროს მე უფრო მეტი ემოცია. ხო, ეგეც არის. ის არის უფრო დაძაბულობა, უფრო სერიოზული ბეთლი. ხო, მაგრამ აზრები რო იყოფა რაღაცას თავის მუღამია. კარგით ჩაატარებს ორივე და ხალხი იყო არა იმან მოიგო, ამან იმან მოიგო და მან მორჩებოდა ეგ. YouTube-ზე გამოკითხო დაიდება მე და არა დახულოს მე ხა იქ რასაც უსმინე რა მე მგონი ყველას ხმა კარგად მოდიოდა. ხმა სიტყვები ბევრად კარგად ისმოდა ვიდრე მონოჰოლში ისმის. და თვითონ აი რომ ვინც ბეთლავდა იმათ უფრო მეტ ენერგიის დახარჯვა უწევდა კი რა თქმა უნდა თან ხარი იყო ორივე დღე მე მგონი და ხო რა. მეორე დღეს კიდე ტახას და იმის ბეთლის დღეს არ იყო ეგეთი. აი წინა დღეს იმინა. აი დოკი და კადეს ბეთლზე ძალიან ხარი იყო და ორივეს ძალიან ის ქონდა რა ყურში ძალიან უხდებოდა ხმა ეგ ვეწველი ვიცი. მიკროფონის გაკეთება კი იცი ახლა. მიკროფონის გაკეთება ჩემი პრობლემა. მე უკეთებ ბიჭებს მიკროფონს. მაგით დაიწყება პოდკასტი. როგორც ხედავთ მეგობრებო, შემოგვიერთდა დიჩი, მივესალმოთ მეგობრებო, მივესალმოთ. ეხლა კარგი რატოა დიჩისო შემოგვიერთდა ეხლა პიპიზე საუბრობდი ზოგადად და მაიკ დროპები იწყება და მთელი ამბავი და აი უყურე რა ხდება ყოველთვის არის ხოლმე პრობლემა ის პიპიზე რომ ჟიურიში ეს რატო იყო ჟიურიში ის რატო იყო ჟიური მესე ვერ შეაფასა ჟიური მესე ვერ შეაფასა ანუ ეხლა დამაიდესებ თქვენი დამოკიდებულებით ამდენი წელია კეთდება ეს პროექტი მაგრამ ხო დავიჯერო ვერ ხვდებიან იმას ჟიურიში ვინ დააყენო თუ სპეციალურად კეთდება ეს ყველაფერი თქვენი დამოკიდებულება ბიჭებო მაგამ ბავშვი ჩემი აზრით ჟიურიში ვინც უნდა დააყენო ო მაინც ეგნება რა ჰიპ-ჰოპი არ არის ობიექტური მოცემულობა რა ანუ ვიღაცა რა კრიტერიუმი წყვეტ ვინ არის კარგი ჟიურიში და ვინ არა მაგას ეგ ხო უნდა ახსნა ჟიურის რომ უნდა ვინ იყოს ჟიურიში მაგალითად აი თქვა ჯერონიმო ხო ვიღაცა გამოვა და აი ჯერონიმო ძველი სკოლა ახალი სკოლა რა იცის კაცო ამაგას დაწერს დააყენა ჟიურიში ძვალი იდგა ტიპი რომელიც ჰიპ-ჰოპში დაიბადა გაიზარდა, დაბერდა, ყველაფერი იქნა ჰიპ-ჰოპში და ძვალი ჟიურიში არ უნდა იყოს. ანუ ახლა არ არის ჰიპ-ჰოპის შეფასება ობიექტური მოვლენა. ერთადზე ვერ შეთანხმდება. მე ვინც მომწონს იმას მივიცემა ხმას და მაგრად არ მაინტერესებს იმას იქ სხვა რას ფიქრობს, იმიტომ რომ მე არ ვარ ვალდებული ვიღაცის გემოვნებაზე ვიყო. შესაბამისად ყოველთვის იქნება უკმაყოფილო ადამიანი რა. ამით თან ბეთლი არ არის სექსი, ამას ვიძახი ყოველთვის. რომ ორივეს გაუსწორდეს, ანუ ვიღაცა ყოველთვის გულმატკივრად. თუმცა რას გაიგებ? ვიღაცა ყოველთვის უნდა დარჩეს გულმატკივრად. ხო. ეს არის მარტივი მოცემულობა, ეგრე უნდა იყოს და ანუ ეს სფერო ესე მუშაობს რა. გულშემატკივრების მესმის უეჭველი, იმიტომ რომ ხა რა თქმა უნდა ყველას უნდა თავისმა ფავორიტმა გაიმარჯვოს, მაგრამ ეს ანუ მეც მინდოდა რომ თოფურიას მოიგო, მეც მინდოდა რომ რონალდოს ფინალი ხამდა მსოფლიოზე და ასე შემდეგ რაღაცა. რონალდოს არ შეიძლება. სადაც ჩვენ გვესმის რომ იქ იმათ იმათ ყურებში ეს რა მაგრამ მაგათ როგორ იქნება ჟიურის ყურში მაგათ ის არისო ჟიური ხო იქამდე ჟიური თუ არა რომ ანუ ხო იცი მე მგონი იციან იმაზეც საუნდჩეკზეც იციან ტექსტები როგორც ვიცი რა ჟიური არ არის საუნდჩეკს არა შეიძლება გიორუსია იყოს ხოლმე სხვა და ეგ თემა რომ რუსიამ რო გააძლო ტექსტს აუსმენდი მაგრამ მაინც ანუ ეგ მოსული პუნქტია უკვე დღესდღეობით ზოგადად გიოს კონდამან ცუდი გადმოცემა თორე ანუ ტექსტს არ უსმენდიზე არ არის რა უბრალოდ ამ შემთხვევაში ტექსტის ხარისხს მიენიჭა ნაკლები უპირატესობა მისთვის ანუ ეგ იყო რა თორე ტექსტი არ მაინტერესებს და რაღაცაც ხო ეგრე არ ყოფილა რა მაგრამ ეს ეგეც არასწორი მიდგომა არის რა მეც არ ვეთანხმები გიოს მაგ კონკრეტულ რაღაცაში უბრალოდ აი ხო
ბევრი უწევს ხოლმე კომენტარში რომ აი კრიტერიუმები უნდა იყოს რომ ხალხმაც იცოდეს რა არის ბოლო ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ რა არის მიხედვით შეფასდა შეუძლიათ რომ კრიტერიუმები და მე მაგიტო გავაკეთე მაგალითად ეს კრიტერიუმების ქულების ხო სქემა რომ ანუ ვიცოდეთ რა რომელ სისტემაში სად ვის რამდენით და როგორ მოუგო რა თან რა არის ხა დიჩი კიდე დიდი ხანი ამაშია აქ ერთ თავის პროექტიც აქვს უფრო გარკვეული ხა მე რომ ვილაპარაკო რომ ხა ამათ ესე უნდა შეიფასე იმათ ის უნდა მე მაგას ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ეგ ვიჭერდი შენ გაწყობს ყველა მაგალითად და ყველა მაწყობს არა გაწყობს ხუარი რომ აი ეს რატო ხშირად არის ხომ რა საპროფესიონალში კომპეტენტურებია ყველა ჟიური ვინც არის ჟიური დადასტურებულად ზუსტად არ ვიცი ვინ არის მაგრამ ანუ ორი ადამიანი ვიცი მესამე ადამიანთან გასარკვევი აქვს ერთი არის გროტესკი და მეორე არის მაიკი რომელიც არის ბიტმეიკერის ასევე პროექტის და ხო ანუ მაიკი თვითონ მაიკის ინტერვიუც დავდე და შეუძლია ხალხი გაიცნოს მაგრამ მაიკი იმიტომ არის პირველ რიგში ჩვენს პროექტის ჟიური რომ ტიპი 20 ჟანრს უსმენს დაახლოებით 15 სხვადასხვა ენაზე. ანუ თელი მსოფლიოს მუსიკალური კულტურა იცის ტიპმა და ხა მაიკი თუ არა კომპეტენტურია, მაიკიზე კომპეტენტურ თუნდაც ჰიპ-ჰოპ არტისტს ვერ მომიყვანს საქართველოში მინიმუმ 3-ს მაინც რა ვერავინ, ანუ მაგის პონტი არ არსებობს. იმიტომ რომ მუსიკა მაინც ცოდნაა რა და კიდევ თანხმდებით იმაზე რომ ეს ყველაფერი მაინც სუბიექტურია და არ არსებობს. სამადაზე იყო ხოლმე დიდი ხედი, ხო გახსოვს მაშინ. თამადა არ არის კომპეტენტური ტიპი ვაფშე არანაირი მუსიკა. იმიტომ ისეს ბოლო ხმა, და იმიტომ ისეს თან არა გადამწყვეტი ხმა. ჩემი აზრით მე ვაფშე სამი ბეთლი მახსოვს ეხლა რასაც ვიხსენებ, სადაც აი ჟიურის ის ძალიან არ დაემთხვა ხალხის იმას. ერთი ნიკის და გროტესკის ბეთლი იყო იმას სადაც ძალიან ის მოყვა ნიკის გამარჯვებას. მაგრამ რაღაცა ცენზურა დაადე რა მაგ ფესტივალს არ არის ახსენებელი. ხო, კიდე იყო ის რა ქვია აი ეს პელე და იანგ მაიკი და JJ მარლორო იყვნენ მანდაც მახსოვს რომ ძალიან ის იყო და აი ხა რა ფინალზე აი ძალიან მაიკ სამი ბეთლი მახსოვს ეგ ხალხის აი ძალიან გაიყო აზრი ჟიურთან შედარებით ჩემი აზრით ჟიურიზე როგორი თემაა იცი თუ პროექტს მოყავს ჟიური მოდი რა ან მოიყვანე ესეთი ჟიური რომელშიც დარწმუნებული ხარ ან კიდე ტიპი თავისას რო ამბობს ნუ შეუყოფთ რა ხო მაგრამ ხა რო იღებ მონაწილეობას იმაშიც პროექტშიც ხო იცი ჟიური ვინც არის და თავიდან თქვი რომ ეს ჟიური თუ იქნება არ გამოვარდა არა შენ გამოდიხარ პროექტში და არა შენ არ გამოდიხარ ჟიურიში პროექტი წყვეტს პროექტს აქვს თავისი წესები თავისი კანონები პროექტი ვერ მოერგება ათასობით ადამიანს პროექტმა უნდა იფუნქციონიროს თავისი გზით ყველა ადამიანს როგორც კი ეცდება პროექტი რომ მოერგოს ყველა ადამიანს და ყველა საზრი გაითვალისწინოს დაენძრევა ეგრევე ნებისმიერ პროექტს იმიტომ რომ რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი აზრი არსებობს ზუსტად და მოდი ვაღიაროთ რომ 1000 ადამიანიდან 1000-ივე ჭკვიანი არ არის რა არა რა თქმა უნდა ეგრევე ხო მე როგორ რაღაც ხდება იცი აი იმის აზრი თუ გავიდა და იმას თუ მოусმინეს ამას რატო არ უსმენენ იმას რატო არ უსმენენ და მე კიდე ერთი აურზაური იწყება რა თან ახლა მე რა იმას ვქენი იცი დავაკვირდი კიდე რომ რაღაც პერიოდი იყო რომ ეს ექსპერიმენტები ანუ სხვადასხვა ადამიანები დააყენეს ჟიურიში და მაინც რაღაც ნაწილს არ მოწონა და ახლა ან მართავს ამბობს რა ანუ ხალხის იმაზე რომ გაიარო მაშინ რავი ძალიან ის არის რა აგას დროს არ არის ხალხს ყოფილი მაინც ან შანსი არ არის სიტყვა ძვირია თქო და არა მე გეტყვი მაგარ თემას რა რაც ყველა არტისტს ისედაც აშინებს მით უმეტეს გოგო არტისტებს მაშინ მით შენ არა მით უმეტეს გოგო არტისტებს აშინებთ ეგ დარწმუნებული ვარ რა ეხლა გოგოების ბეთლი ხო დავდეთ და რა თქმა უნდა იწერება კომენტარები რომ აუ რა ცუდია სიტყვაზე თქვენ რაღაც და Facebook-ი ხო საერთოდ კატასტროფაა ანუ Facebook ჩემი აზრით ასახურია ამ ქვეყანაში ისეთი კომენტარებს წერენ ხოლმე და ნებისმიერ გვერდზე არ აქვს მნიშვნელობა რომ ხო ანუ კაცები კუხნაში ქალები ბეთლზე თქვა ანსკი ბიჭო არა თვითონ საძმოში მე არ შემემჩნევია მსგავსი კუთხით ჰაიპი მე ისა ჰეითი მე გულისხმობ რას იცი რაღაც ჰიპ-ჰოპ გვერდმა დადო და კომენტარებში უწერენ რომ ეს რა დასახურეტები ხარ ყველა ერთად რატო იკრიბებით ხალები რატო გამოიყო ყველა ბოთლები მნიშვნელობა ხალები წამოაყენა ხო რა ამათ შეხედეს სირები შეიკრიბნენ და ანუ მაგ დროს მაქვს ხოლმე მარტო ერთ გემში უნდა ჩასვა იგივეა ეწერა ეგეც ეწერა კომენტარებში ბავშვი შამანები ხო იმენა რიტუალი გვაქვს ბიჭო როგორი მიდგომა მაქვს იცი აი ცხოვრებაში კრაკადილის იქით არაფერი გაგისინჯავს ტიპს ანუ არ იცი არანაირი კაი ცხოვრებაში არ მიგი
მიდიღია და გახარ და ახალ თაობას აკრიტიკებ ახალ თაობას აკრიტიკებ რომელიც დგას და რაღაცას აკეთებს ეკრაგადასაც იხიდებს პახოდ როგორ შე ეკრაგადასაც იკეთებს პახოდ არ დალიოთ არ მოწიოთ მეგობრებო ბავშვებო განსხვავებით მარტო გაიგმოს ეს ჩვენ უფროსები ვერთობით ხანდახარო ეს გაიგმოს და ხო ეხლა სხვათა შორის არ დალევაზე და არ მოწევაზე და მის უმეტეს არ გაჩხერაზე გამახსენდა ჩვენი პროექტი იწყებს კამპანიას ნარკოტიკების წინააღმდეგ ამ სეზონზე უნდა გაიშვას უკვე რა და რას მოიცავს იმას რომ მოარიდე ბავშვები ნარკოტიკს ანუ კამპანია იქნება პირდაპირ მოარიდე ბავშვები ნარკოტიკს და ინფორმაციის გაზიარება იქნება პირველ რიგში იმ თემასთან დაკავშირებით თუ რა შვება ნარკოტიკი რა უშვება ადამიანს და ასე შემდეგ რაღაცეები რა არა ხო და ეს ფესტივალის სახე იქნება რამე თუ უბრალოდ არა ბეთლების განმავლობაში ყოველთვის გაჟღერდება იდეა თუ რატომ უნდა მოშორდეს ადამიანი ნარკოტიკს ასე რამე რო ვახსენოთ ეგეთ როგორ არ შეიძლება პირიქით ყველა არტისტი უნდა ჩაერთოს ამ ბოქში ამიტომ ქვეყნის მასშტაბით მთელი კამპანია აგორდეს მაგაზე დაშიც დამეგვრია იმიტომ რომ ტრეკებში ვისმენთ ხოლმე რომ რაღაცა მოსაწევი კაია ის რომანტიზება მიდის და მეც მიბაზრია გამიგე ანუ იმაზე რომ მოსაწევი კაია მაგრამ მაშინ 15 წელს ვიყავი და ხვდებოდი რომ ხვდები დღეს რომ ანალოგიურს ტვინი არ მქონდა მაგრამ 35 და 30 წლის კაცი რომ კიდე იმას ქადაგებ რომ მოწევა კაია кайფი კაია და ვინტი კაია ჩემი აზრით არ არის კაი ამბავი რა ამიტომ ჯობია რომ ახალგაზრდობა მოვაშოროთ ნარკოტიკს ყველა Facebook-ის ვებ პლატფორმა იყო არა ისედაც მაინც ეს ნარკოტიკები და ეს თემები აბა TikTok-ს გახსნილ ადობხეიზეც ეკორტა დავიღალე საჩემ მაგას ისე ვინტი ჯობია მაგას ისე ხელები რო არა მარტო ლადო ჩემი ზახარ არაფერი პირადობით აი მას ამოიჭრა დაუდებს მამა ლადო ჩემი ზახარ და ვადის მეფერეც ებიჭო უნდა აი გარ უნდა გეთქვა ჩემი ზმახავ მაგას ონახავ და მე ჩაგიწევ ამას დაუდებ TikTok-ზე მოუჭრა ლადო ჩემი ზმახავ ის ამოუჭერი და ის არა მოუჭრა პირიქით არა ჩემი ხარ უბრალოდ ძმა ამოჭერი არა ბიჭო უნდა მაგინოს თავი და მომაკლები მისმა დამატებით მაგაზე ზიპერას მაგარი თემი მქონდა ხო დიფი ქონდა სერიოზული გამოვა თავისუფლებაზე მე სადღაც ტოპით და უნდა დავხვდე გაჭერილია კაი მოდი პირველი მე ვიტყვი და მე თქვენი მოსწრეს იმიტომ რომ ამ თემაზე ჩემი ერთი ძალიან განსაკუთრებული აზრი დავაი მონთანიფარები იცი რა ხე ისი საქართველოში არავის არასდროს არ გაუკეთებია ისეთი ხარისხით როგორიც გააკეთა ტაჰამ წერტილი yes შალაბანის და ვერავინ არასდროს ვერ გააკეთებს კიდე ალბათ ან დიდი ხანი დაგჭირდება იქამდე იმიტომ რომ ძალიან ძნელია ტიპი დააშეიმინგო და ელაპარაკო იმაზე რაზეც თვითონ გეუბნება რომ არასწორია და შეუტრიალო ის ამბავი ისე რომ 10 კი შეიგინო დაჟე და არა ყო დაჟე არ დასვა ჯეკპოტი ამ მიდაში ცოჩი ანუ ეგ თემა ის არაფერ შუაში არა როგორ არ არის რომ აი თელი საზმაკაცოს სტრიმზე სლოტებს ატრიალებდა ვეგ აქ და ხას ნაბაზრდა მაგაზე არა ყურე ზოგადად ტრეკზე იძახი მე ტრეკზე ვიძახი რა მან არის ძალიან ბევრი ისეთი პოინტი რომელიც კარაჩე რომლის გამოც ტაჰა თვითონ გაიდისა და მე აჰამ ისე შეატრიალა ეგ თემა და ისე მიმართა საზოგადოებას რომ ანუ ეგ იყო გენიალური მოვლენა ჩემთვის როგორც DC რა და ძალიან მაგარი DC მაგრამ ამერიკული DC-ის ხარისხით თუ შევხედავ ჩემი აზრით DC ნუ მეორე მხარე აკეთებს ამერიკულ DC-ებს რა რო არა ინტერესებს საერთოდ მან თავარია რომ სათქმელი მივიდეს ბოლომდე რა ნიჭიერი ხალხი არიან ხო უდაოდ ბიჭო არა DC ძალიან ნიჭიერი ტიპებით არის დაკომპლექტებული ეგ უეჭველი ბაზარია просто ამ შემთხვევაში მგონია რომ DC-ის ხარისხით ტაჰას DC უფრო უნიჭოები რო იყვნენ ამდენი სპენელი არა ხო რა თქმა უნდა გუშინაც მაგას ერთ ლაივზე ხო გაიჩიტენ ხო როგორ ტახა და DC ერთ ლაივზე იყვნენ ეხა ჩატარდა ზაცაკი მივიდნენ არა ანუ როგორ იყო იცი მან ის ვახეა აფიშა როგორ სპორტულ დონეზე როდესაც კარჩე სპორტულ ჩარჩოებში როცა ჯდება ეს ყველაფერი ოკეია ეხა მაგათ რო კოლაბორაცია მოხდούν რა იქნება ძალიან სიგიჟე დაინგრევა ეგ ტახანდა დასმა ხო ძალიან კოლაბორაცია მოიხოდოს მე არ მოვისმენ
არ მაგარია იმენა ვერ მოვის აბა მაშინ აბა მოკლა ერთმანეთი ეგ არც იქნება, მაგრამ ზოგადად საინტერესო იქნებოდა კი. ბიჭო ჩემ რაღაც პონჩი საინტერესო. საქართველოში ვერ გამორიცხავ, რავი, ჩემ ქალაქში ყველაფერი მოსულა. არა. უეჭველი AI მეგონა. ამიჯერეთ რა. არ დავიჯერებ. მე ზოგადად რა ვიცი, თავიდან ახლა ბიჭები არიან კი არა რა ერთი თავიდან რო რეპის მოსმენა დავიწყე მუსმენდი მაგათ რა დღემდე რამდენიმე ტრეკი რომელიც ან მევასება და ყველა თავხდებით რომ აქვს კარგი ტრეკებიც და ზოგადად ბევრი კაი ტრეკი აქვს რავი მუსმენ რა მაგრამ იცი რა არის ბიფი როცა იწყება და ერთმანეთში დისები მიდის ოდესღაც უნდა გაჩერდეს რა ხო და გაჩერდა და კაკრას ვაჩემ დადო მე მგონი ბოლოს ნამბერთულა დააწერა რომ ამის მერეო დისები აღარ იქნებაო რა მაგრამ ჩემი აზრით მე ესე ვიტყვი რომ მაგათ ერთმანეთში რომ ეგ ამბავი ქონდათ ძალიან ბევრი ხალხი კიდე უფრო ჩაითრია რეპში ვინც არ უსმენდა იქამდე რა აბა ის რას დადებს აბა ეს რას დადებს ხო და მე შესაბამისად უკვე ბეთლების და ანუ ზოგადად რა თავისი აუდიტორიას გაზარდეს და კარგად ზოგადად ანუ კაი ბედნიერი დასასრულის ისო მაგრამ ხო ზოგადად არ არის საჭირო რა თავარია რომ დავაგდა დავაგდა კარგად და რავი თავისათვის გაიკეთეს რა ბიჭებო რა მაგრამ ეხლა მე მინდა დისების ყველაზე კატასტროფა მიმართულებაზე გელაპარაკოთ დიახ გისმენთ ტიპები რომლებიც ან ცხოვრებაში არ ვიცი ჯერ ჰიპ-ჰოპისგან რას ითხოვენ და რას უნდა მიაღწიონ მაგრამ ნუ ითხოვენ რაღაცას აი ხო ხედავენ რომ პროექტი არის მაგალითად flows და ჩვენ გვაქვს battle პროექტი და დადგებიან ტელეფონს აიღებენ free instrumental piano type beat aggressive შეწერენ ჩართავენ და ბაზრობენ და იძმაო თქვენ იქანები თლაობთ და ყლებებს ლაპარაკობ მოდი იდი ნახვით ძმაო რა ანუ არც დისი არის ეგ არც მე შენ არ მაყენებ შეურაცხყოფას აი ფსევდო მე-400 ხალხიო ეს ამოუჭერი მე-400 არაფერ შუაში არა მაგათთან საერთოდ არა სტილით პროსტა ბაძავენ აი რო ცდილობენ რომ დასის მუსიკა გააბარდასვან ფსევდო მე-400 ხო ანუ უნდათ რომ დასის ჟღერადობა გააფუჭონ და თან ყველა ცდილობს რომ მიბაძონ ანუ გამომეტყველებით თუ რაღაცით რა და მაგრამ ამახინჯებენ თვითონ ტიპების შემოქმედებასაც რა მაგით ანუ ვერ ვიგებ რა უნდა მართლა კარგი მე გეტყვი ხარ რა თუ დგები და ბოდიში თუ დგები და ტრეკში იძახი რომ ტრეკში მაგინე ანუ რომელიღაც არტისტებია მაგრამ აქვს მნიშვნელობა გეყოს ტრეკ დადექი და იქ მითხარ რა მოისმენე მე რას კარგი მანდ როგორი თემა არის იცი მე ზოგადად ეგ ტიპები რა ეგ TikTok აგრესიული ტიპები რა ხო ხა ეგ პიანო თაიპს ვისაც რასაც ეძებენ და რაღაცა ანუ მაგათ გონიათ რომ ვისაც ბაძავენ და ვიც ევასებათ და ასე შემდეგ მაგათ სიტყვაზე ეს პროექტები და ის ეზიზღებათ არა და მაგ ვიტევისგან ვიცი რომ უყურებენ და თვალს ადევნებენ რა პროექტს გინდ რაიმე გუძე არ ვიცი მაგრამ მანანახი მაქვს რაღაც გადაცემის რაც იძახია რომ ანუ flows იმას უყურეთ რა ბეთხებს ანუ ერთმანეთი არ ეზიზღებათ რა ხოლმე ხარ და ამათ კაროჩე ის აქვს რომ პროსტა პროექტი არ მოგწონს და მე ვიცი რამდენი ეხლა საი რატო გავაკეთე ამ ხელს ეთაპი რომ რამდენიმე ტიპი ვისაც ვიცოდი რომ ბეთს ანუ ვიცი რომ ბეთს გამოსვლა უნდათ ეხლა დგანან და დისებს წერენ რა ეგა ყველაზე კაი არ აქვს მნიშვნელობა რაიმენერს უყურებენ თუ flows იდეაში კულტურის ნაწილია ბეთლიც გინდა ხო შენ რო დგები და იმიტომ ისავ პროექტს მარტო რომ უბრალოდ ჩვენ ერთმანეთს დისავ შენ გემოვნებაში არ ჯდება ხო ანუ მაშინ ჩემი მუსიკა არ ჯდება შენი მუსიკა არ ჯდება ჩემს გემოვნებაში და შენი ხო რატო ხო იმიტომ რომ დგები და რავი ანუ TikTok-ზე ბაზრობ რაღაცებს და მარტო ტელეფონით ბაზრობ თან ძმაო ო მირო საინტერესო ამბებია დის არა TikTok რეპერობაში პელეს მაინც ვერავინ რუჯე და სანამ წავა ბაზარი კიდე ვაფშე ზოგადად რეპერობაში ეხლა დაიწყებენ რომ ჭიაზე არის ბაზარი ჭიასგან არ მომისმენია და ჭიაზე იმენ არ ვლაპარაკობ და იმ ტიპების სახელს ვიტყოდი პროსტა იმ ტიპების სახელი არ მახსოვს რაღაც ვიდეო ჩამიგდეს ხები მაგაზე 1-3 ვიდეო ჭია პოდკასტი რაც საბაზრო იყო აი ეგენი ვიდეო იუზერნეიმი blackboard ჭია რომ ყავდა მაგაზე იბაზრა რაც საბაზრო იყო აი რა ჩვენი ნიჭიერი ტიპია და იბაზრა არა ვანიტი ტიპია რაც ჩემი ჭია პროსტა არ მოვასება პროექტი უფრო ხა ტიპების მე ანუ ეგ მაგის და მაგისაცია მაგრამ ხო და არა ჭია ზოგადად ანუ ოკეია სოციალურ თემას ძალიან კარგად იმასება რა ერთადერთია ეხა ვინც ჩაიჩვენს მაგ თემას სოციალურ თემას რასაც ხო და მიდი ეხა გიულით უკვე სოციალური დისები და დაიწყე ეს ძალიან ბევრი ისაუბრე და მაგითო რაღაცა თქვი 1-2 სიტყვა ამას ბიფი ქონდა ამაში გავიდეთ ბოლოსკენ კი ბატონო და კიდე ერთხელ ვახსენოთ ის თემა რომ 12-ში
არ ვიცი ხა 12-მდე მოესწრებათ რომ რაღაცების გადამონტაჟება მიწევს რაღაცების გამო ხო და არ ვიტყვი ხარ ის გამო ხო და კაი ეროს კაცი მოვიდა და გავიგეო რაღაცების გადამონტაჟება მიწევს ბიტების და რაღაცების გამო ხო და თუ 12-მდე დაიდო მოკლედ ეს თემა 12-ში არის მაგარი ზარმაცები ხართ რა მალადე 12-ში არის ბეთლი და რა ქვია სახელოსნო ბარში მაიკი დროპის ამბავი და ეს ხალხი ოპონენტები არიან ერთმანეთის და ნახოთ რა იქნება და არხი გამოიწერეთ და ალექით ვიდეო და კომენტარეთ და ვინც ამ თემაში ვტრიალეთ რა ვიცი რა სტიმული მოგვესით რომ უფრო მეტი პროდუქტი მოგაწოდეთ რა სტიმული თუ არა ფული ვინც ფული არის ხوارგო ჩამის ხო იქნებ როდესაც არ უნდა დადო ამორიდან ერთ-ერთი მაინც ნახევარფინალშია ძმაო ან რომელიღაც ამორიდან ნახევარფინალში გადადის შემდეგისთვისაც იგივე ადგილი იგივე ლოკაცია იგივე ყველაფერი კაი მაშინ გნახავთ ნახევარ მაშინ ბოლოსკენ დასასრულში აუცილებლად უნდა ვთქვა გადაკარი ბარი სოფიკო ჭიაროლის სკვერში პირდაპირ მოხდათ გადაკარი ბარი მადლობა მასპინძლობისთვის ასევე Dear Shop-ი ჩვენი ძმა კომპანია რომელსაც კეპები საჩუქრად გადასცა ჩვენ ძმებს ინსტაგრამები ამონაცდება ყველაფრის და ამა დავაი ველოდები კომენტარებს ბოტები ჩემოდით ცუდით დაწერთ აი დაწერთ ყველაფერი დაწერთ მარტო ბოტები შემო ეს გაბუსი იყო მაგრამ პატარა ხა არა მიხაკაკა მაგას არ ვაპირებდი მაგრამ დაგდით მიფიცკეს ბიტი თუ ჩაირთო ჩემში ალტერ ეგო იხვიცეთ მე ჩემი ვაშენე სანამ ამათ ხაივს მისდიეს მე აგაბის ვერჩი აქეთ თუ არ გამომიწვიეს ხო და მე რო ვარ ესეთი ვიცი მაინც გინდა მგავდე თუ მეტოლები შეიძლება ვაფშე აღარ თანდე ამათი ნათლია მე საბარძელში უნდა ჩავსდე ნეტა ყველას გაეხარა რამდენიც მე ჩავგე რასაც ვაზრობს უმართლია და თანასწური საიდანაც წამოვედი სინათლეა ჩართული მე ვარ პრინცი და ჩემი ლირიკა ხმალის პასული შენ თუ მოზარდი ხარ მომისმინე და ხარს დასრული ეს თქვენი მასები და კაშები ხო ძალიან მინიმალია ისეთი ტექსტი დავწერე შეგიკარი გალია ნეტა მარტო ჩემთვის თქვენ ტექსტებს რო რაღაც აკლია დავამხერო მაელები და მიძახე გალია ბეც უნდოდა მაგრამ მაინც ვერ მოხდა ის ჩვენში რამდენი ხალხი და ტრუხა დავინახეთ ქვენში არ მივიღებ გული არ დავინახეთ ხვენში მეგობარში დავინახე რაც ვერას ვაფებში ქალაქი ბიტვა მოიცვა და ვცდილობ